Რამოდენიმე წუთის წინ გამოჩნდნენ ორბელიანების სასახლესთან დავით უსუფაშვილი და თინა ხიდაშელი. ის რამდენიმე წუთში უკვე შევლენ ორბელიანების სასახლეში, სადაც შეხვდებიან პრეზიდენტ საულმე ზურაბიშვილს. რამდენიმე წუთის წინ მათ ისაუბრეს ჩვენთან და თქვეს ის მიზანი და მიზეზი, რის გამოც დღეს ხვდებიან პრეზიდენტ ზურაბიშვილს. მთავარი საკითხი აქ არის ის 9 პუნქტი, თუ როგორ უნდა შეასრულოს ქვეყანამ 9 დათქმა იმისთვის, რომ უკვე გაიხსნას მოლაპარაკებები საქართველოს ევროკავშირში წევრობისთვის და მთავარი რა თქმა უნდა არის 2024 წლის არჩევნები და ამის შესახებ პრეზიდენტმა არაერთხელ ისაუბრა, მათ შორის ეს გააჟღერა საპარლამენტო ტრიბუნიდან 6 თებერვალს, როდესაც საულმე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ეს არ იქნება ჩვეულებრივი არჩევნები. ანა დოლიძემ უკვე დატოვა ორბელიანების სასახლე. ჩვენ შეგვიძლია პირდაპირ ეთერში უკვე მას ვკითხოთ, რა საკითხებზე ისაუბრეს. ქალბატონო ანა, პირდაპირ ეთერში ვართ, გითხარით, თქვენ თქვით შესვლამდე, რომ დასკვნებს გამოიტანთ, მას შემდეგ რაც შეხვდებოდით პრეზიდენტ საულმე ზურაბიშვილს. იქნებით ამ პლატფორმის წევრი, რა საკითხებზე ისაუბრეთ? ჩვენი ამოცანა იყო დღეს თავად პრეზიდენტისგან გაგვეგო რა არის მისი დღის წესრიგი და მისი ხედვა. მოვისმინეთ, რომ ეს იქნება საქმიანი პროცესი, რომლის პირველი და მთავარი ეტაპი იქნება საერთო დოკუმენტის შედგენა, გეგმის რა ვალდებულებებს ვიღებთ ჩვენ თავზე როგორც პარტიები, მას შემდეგ რაც მოვალთ ხელისუფლებაში. როგორც შევთანხმდით, ჩვენ წავალთ პარტიაში, განვიხილავთ ამ იდეას, ამ პროცესს, რომელიც მან დაგვიზუსტა და შემდეგ მოგახსენებთ თქვენც და ქალბატონ პრეზიდენტსაც ჩვენ პოზიციას. პრეზიდენტის ხედვები თქვენთვის არის მისაღები 9 დათქმის შესრულებასთან დაკავშირებით თუნდაც და 2024 წლის არჩევნებთან დაკავშირებითაც. მან თქვა ჯერ კიდევ საპარლამენტო ტრიბუნიდან, რომ ეს არ იქნება ჩვეულებრივი არჩევნები. ეს რო არ იქნება ჩვეულებრივი არჩევნები, ეს საქართველოს ყველა მოქალაქე მიცის და ამაზე დიდი ხანია ხას უსმევთ, იმიტომ რომ შეიძლება ითქვას ის რაც მათ გვაგემეს მარტში ქართულმა ოცნებამ, რითაც კინაღამ ყველას აგენტები დაგვარქვეს, ცალსახად უკვე ყველაზე კაი ნიშანი იყო რა ტიპის ხელისუფლებასთან და რა მომავალთან გვაქვს საქმე. პრეზიდენტის მოსაზრება არის, რომ რაღაცა დოკუმენტი, საქმიანი დოკუმენტი, გეგმა დავდოთ პარტიებმა, რომლითაც ევროკავშირს მივცემთ გარანტიას, რომ თუ კოალიცია მოვა ხელისუფლებაში, ოპოზიცია მოვა ხელისუფლებაში, ჩვენ ამ რეფორმებს გავატარებთ. ეს დღეს გავიგეთ ჩვენ, ბუნებრივია, ჩვენ დემოკრატიული პარტია, ჩვენ და ვიმსჯელოთ შიგნით და რა როლით ვიქნებით ამ პროცესში ჩართული, მოგვიანებით მოგახსენებთ. როგორ ფიქრობთ, საჭიროა თქვენი სხვა ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრა და განხილვა, იმიტომ რომ ვიცით, რომ ოპოზიციონერები შეხვდნენ უკვე პრეზიდენტს. საინტერესო იქნება თუ არა მათი შეხედულებები თქვენთვის? აქ პრეზიდენტს აღებული აქვს აქ ქოლგის როლი და მასპინძლის როლი. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ მას როგორც მასპინძელს მოვახსენოთ ჩვენი ხედვა. პარალელური კომუნიკაცია ალბათ არ იქნება საჭირო. კი ბატონო, მადლობა. ანა დოლიძეს ვესაუბრებოდით პირდაპირ ეთერში. ის რამდენიმე წუთის წინ გამოვიდა ორბელიანების სასახლიდან, შეხვდა პრეზიდენტს, ისაუბრეს და როგორც ანა დოლიძემ აღნიშნა, ის შემდგომ პარტიელებთან განიხილავს იმ საკითხებს, რაზეც პრეზიდენტთან ისაუბრეს. აქ დაიდო პირობა, რომ თუ კი ისინი მოვლენ ხელისუფლებაში, შეასრულებენ იმ 9 დათქმას, რეკომენდაციას, რომელიც უკვე ქვეყანას მიიყვანს გამარჯვებამდე. რამდენიმე წუთის წინ შევიდნენ ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტთან შესახვედრად დავით უსუფაშვილი და თინა ხიდაშელი. ისინი საუბრობდნენ სწორედ არჩევნების მნიშვნელობაზე. ამაზე ხას უსვამს ასევე პრეზიდენტი საულმე ზურაბიშვილი და ამ პლატფორმის, ერთობის პლატფორმის ფარგლებში ის ხვდება დღეს ოპოზიციონერებს და განიხილავენ 9 დათქმის შესრულებას და ისტორიულ არჩევნებს, როგორც თავად პრეზიდენტი აღნიშნავს, რომელიც მოიტანს გარკვეულ შედეგებს პრეზიდენტის თქმით და ის ამ პლატფორმის ფარგლებში დღეს ხვდება მათ. საინტერესოა როგორ დასრულდება ეს შეხვედრა, ვნახოთ რა თქვეს დავით უსუფაშვილმა და თინა ხიდაშვილმა შესვლამდე. დღეს ხვდებით ქალბატონ პრეზიდენტ საულმე ზურაბიშვილს. მან ბოლო ხანებში საკმაოდ საინტერესო წინადადებები წამოაყენა საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველსაყოფად. როდესაც ის პარლამენტში იყო მობრძანებული, მე მას პირდაპირ მივმართე, რომ მას აქვს სათანადო ბერკეტები, არა ადმინისტრაციულ საძალაუფლებო, არამედ სხვა სახელმწიფოს მეთაურული ბერკეტები, რომლის გამოყენების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეებს გაუჩნდებათ მეტი რწმენა და მეტი იმედი, რომ მათ ხმას აქვს აზრი, არჩევნებზე მოსვლას აქვს აზრი და ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია უნდა უზრუნველყოს მოქალაქეების აქტიურობამ. სახელმწიფოს მეთაურს ამაში განსაკუთრებული წვლილი შეტანა შეუძლია. მან გამოაცხადა, რომ მზადაა გარკვეული პლატფორმის შესაქმნელად, რომელიც იქნება არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ საზოგადოებრივიც.
და ამ საკითხებზე გვექნება მსჯელობა. მივესალმები პრეზიდენტის ინიციატივას, რომ გაჩნდა შესაძლებლობა იყოს ქვეყანაში ერთი სახელმწიფო ინსტიტუტი მაინც, რომელიც თავიდან ბოლომდე იქნება არაპოლიტიკური რომელიმე პარტიის ინტერესის მატარებელი, არამედ სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფის ინტერესის მატარებელი. ეს არის უზარმაზარი საჩუქარი ქვეყნისთვის, სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის და ამიტომ დიდი იმედი მაქვს, რომ ეს პროცესი წარმატებული იქნება და სალომე ზურაბიშვილი როგორც სახელმწიფოს გარანტი, სახელმწიფოს მეთაური შეძლებს ამ უმნიშვნელოვანესი როლის თამაშს. მას ასე სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტი აგრძელებს ერთობის პლატფორმის ფარგლებში ოპოზიციონერ ლიდერებთან შეხვედრას და სამომავლო გეგმის დასახვას. აქ მნიშვნელოვანია და უპირველესია, როგორც შეხვედრიდან გამოსულმა ანადოლიძემ აღნიშნა, ის რეკომენდაციები და ცხრა დათქმა, რომელიც უნდა შეასრულოს ქვეყანამ და ამ პლატფორმის მიზანია, რომ თუ კი ხელისუფლებაში მოვლენ სწორედ ის ოპოზიციონერები, რომლებიც დღეს ხვდებიან სალომე ზურაბიშვილს, უნდა დადონ პირობა, რომ ისინი შეასრულებენ ამ ცხრა რეკომენდაციას, ცხრა დათქმას, რომელიც ქვეყანას მიიყვანს საბოლოო გამარჯვებამდე და ეს ეხება მოლაპარაკებების გახსნას ევროკავშირში წევრობისთვის და პირველ რიგში ეს არის ის საკითხი, რომელზეც დღეს ესაუბრება სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციონერ ლიდერებს და კიდევ ერთი უპირველესი საკითხია ეს 2024 წლის არჩევნები, თუ როგორ უნდა ჩატარდეს და სწორედ ამ არჩევნებით განისაზღვრება ქვეყნის ბედი, როგორც ეს არაერთხელ აღნიშნა თავად პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ის 7 თებერვალს უკვე შეხვდა სხვა ოპოზიციონერ ლიდერებს, მათ შორის იყვნენ პარტიები ლელო, დროა, გირჩი მეტი თავისუფლება, მათ შორის ის შეხვდა ნიკამელიას ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს. ისინი თანახმა არიან, რომ ამ პლატფორმაში გაერთიანდნენ და ერთობლივად იმუშავონ იმ საკითხზე, თუ როგორ უნდა მიაღწიოს ქვეყანამ საბოლოოდ შეასრულოს რეკომენდაციები, ცხრა დათქმა და გაიხსნას მოლაპარაკებები ევროკავშირში წევრობისთვის. ახლა შეხვედრები კვლავ გრძელდება, როგორც აღნიშნა თინა ხიდაშელი და დავით უსუფაშვილი ამ წუთებში იმყოფებიან ორბელიანების სასახლეში და ისინი ხვდებიან სალომე ზურაბიშვილს. მათ შეხვედრამდე აღნიშნეს, რომ უპირველესი საკითხი იქნება 2024 წლის არჩევნები და ცხრა დათქმა, ვნახოთ რა შედეგი დასრულდება დღევანდელი შეხვედრები.